საღამო მშვიდობისა ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი მოკლე მიმოხილვით. დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. ჩვენი გადამღები ჯგუფი დილიდან 0-ცა და საარჩევნო უბნებში მუშაობს. საღამოს 5 საათისთვის ოზურგეთში მოსახლეობის აქტივობამ 44%-ს მიაღწია. ჯერჯერობით სერიოზული დარღვევები არც ერთ საარჩევნო ოლქში არ ფიქსირდება. გთავაზობ ჩვენი ჟურნალისტების მიერ მოძიებულ ინფორმაციებს. ოზურგეთის ნომერ მე-60 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე საღამოს 5 საათისთვის ლაშეს უბანს ეწვია და არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდა. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით 5 საათისთვის არჩევნებზე მოსახლეობის 44% გამოცხადდა. ოლქში ამ დროისთვის საჩივრები არ დაფიქსირებულა. არჩევნები შვიდგარემოში მიმდინარეობს 5 საათის მონაცემებით აქტივობა დაფიქსირდა 28423 ამომრჩეველი, რომელიც შეადგენს 44%-ს. რაიმე დარღვევას ადგილი არ ქონია, მე თვითონ გავხდით დაახლოებით 25 უბანში და ყველაფერი ნორმალია. საჩივარი ოლქში ამ ეტაპზე შეეხება საჩივრებს ამ ეტაპზე არც ოლქში და სადაც ვიყავი უბნებში არ დაფიქსირდა. ლაშეს უბანზე დღის 5 საათისთვის უცხოელი დამკვირვებლებიც იმყოფებოდნენ. სოფელ ბოხურის ნომერ 23 და სოფელ შემოქმედის ნომერ 45 საარჩევნო უბნებზე საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდგარემოში მიმდინარეობდა. 5 საათის მონაცემებით უბნებზე დარეგისტრირებულ ამორჩეველთა ნახევარზე ნაკლები გამოცხადდა. აქტივობა რა თქმა უნდა არის საკმაოდ დიდი უბანია 1590 ამომრჩეველია. სადღაც ამ დროისათვის უკვე მოსულია 700 ამომრჩეველი. რა თქმა უნდა ცოტა გასულ წელთან შედარებით ცოტა აქტივობა არის დაბალი, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგი შედეგებია. არჩევნებთან შედარებით აქტივობას გაზრდას მე ვერ დავაბალანსებ, იმიტომ რომ ეხლა შემოდგომის ისეთი პერიოდია ძალიან რთული და აი ეხლა უფრო ველოდებით გააქტიურებას დახურვამდე, იმიტომ რომ ეხლა თითოეული საათი სოფლის რომელისათვის ძალიან მაღალი. აქტივობა შემცირდა მე თვითონ თქვა არც ამაში იქნები მართალი, იმიტომ რომ აგერ 650-ზე უკვე გადასული ვართ. ასე რომ აქტივობა საკმაოდ. ეს გახლავთ ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია ჩვენ ეგზიტ პოლების შედეგებით რამდენიმე საათში დაგებრუნდებით. დროებით.